როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ, რა წარმოგვიდგება თვალწინ? უპირობო კოსმიური ენერგია? ან რაღაც სამყაროსეული გონი? ან იქნებ კაცრი მორალური კანონი? მიზიდულობის ძალის მსგავსი ვთქვათ, რომელიც უბრალოდ არსებობს და მეტი არაფერი. ბევრი აღიქვავს ღმერთს როგორც რაღაც ისეთს აბსტრაქტულს, რაღაცა ძალას, შორეულს, უპირობლოს. მაგრამ ქრისტიანობა რადიკალურად განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. ღმერთი პიროვნება. ის არის არა რაღაც, არამედ ვიღაც. ეს მხოლოდ უბრალოდ ფილოსოფიური ნიუანსი არ გახლავთ. ეს მტკიცებულება სრულიად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ჩვენი საკუთარი თავისა და მორალური კრიტერიუმების მიმართ. თავიდან აღვნიშნოთ ის, რომ თუ ღმერთი უპიროვნოა, რაღაცა კანონია ან რაღაცა მდგომარეობაა, მაშინ ზნეობა უბრალოდ მშრალი კოდექსი გამოდის. დაარღვიე წესი, მიიღე ნეგატიური შედეგი. ყველაფერი მექანიკურია, როგორც ფიზიკაში. თქვენ არ შეგიძლიათ პატიებას თხოვოთ კარმის კანონს ან მადლობა გადაუხადოთ გრავიტაციის ძალას. უპიროვნო ძალასთან საუბარი შეუძლებელია, მაგრამ თუ ღმერთი პიროვნებაა, ზნეობა კოდექსიდან დიალოგად იქცევა. ცნებები ეს არა უბრალოდ წესები, არამედ მოყვარული პიროვნების ნების გამოხატულებაა, რომელსაც ჩვენთვის სიკეთე სურს. ამ დროს ლოცვა მაგიური შელოცვა კი არაა. ამ დროს ლოცვა დიალოგია. ის იქცევა შესაძლებლობად გადაიხადო მადლობა, ითხოვო, შეინანო და შეიყვარო. ამას კი მოყვება დაუძლეველი სურვილი, მიუძღვნა შენი ცხოვრება მას, ვინც გიყვარს და ვისაც ემატლიერები. როდესაც ღმერთს პიროვნულად აღვიქვამთ, მაშინ ჩვენი მორალური არჩევანი ხდება არა უბრალოდ სწორი ან არასწორი, არამედ ის უკვე პასუხია ღმერთთან ამ ცოცხალ დიალოგში. დაუკვირდეთ ერთ ასეთ დათქვამს. პიროვნებასთან შესაძლებელია სიყვარული. თქვენ შეიძლება აღფრთოვანებული იყოთ ოკეანის სილამაზით, მაგრამ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ ოკეანე ისე, როგორც სხვა ადამიანი გიყვარდა. სიყვარული, ნდობა, ერთგულება, ეს ყველაფერი მხოლოდ პიროვნებებს შორის არის შესაძლებელი. გამოჩენილმა ფილოსოფოსმა მარტინ ბუბერმა ამაზე ააგო მთელი თავისი ფილოსოფია და ჩვენი ურთიერთობა ორ ტიპად დაჰყო. მე და ის და მე და შენ. შენთან დამოკიდებულება უშუალოა. მე შენის ურთიერთობა მიმართულებაზეა დაფუძნებული. ვინც ამბობს შენ, ის არაფერს ფლობს. მას არ გააჩნია არანაირი ნივთი. ის ურთიერთობაშია. მაგრამ როდესაც ღმერთი არის მხოლოდ ის, როგორც სიკეთეთა წყარო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, ან როგორც იდეა, რომელიც შეიძლება შევისწავლოთ, რაღაც განყენებული, რომელიც რაღაცებს იძლევა მხოლოდ, ჩვენ მარტონი ვრჩებით. მასთან არ ვართ, რადგან მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ ვრჩებით ღმერთთან ურთიერთობის გარეშე. მაგრამ როდესაც ღმერთს მივმართავთ როგორც შენ, მაშინ ჩვენ მასთან ურთიერთობაში შევდივართ. მაშინ სარწმუნოება უკვე სარგებლის კი არა, სიყვარულის რელიგია ხდება. ღმერთის როგორც პიროვნების იდეა სრულიად ცვლის ჩვენს მიერ ცოდვისა და პასუხისგებლობის გაგებას. უპიროვნო კანონის წინააღმდეგ შეწოდება ეს შეცდომის დაშვებას ნიშნავს, მაგრამ მოყვარული პიროვნების წინააღმდეგ შეწოდება ეს ღალატის ჩადენა. ეს არა უბრალოდ წესის დარღვევაა, ეს ტკივილის მიყენებაა იმისთვის, ვისაც უყვარხარ. ეს მორალურ პასუხისგებლობას უკიდურეს ზღვამდე აღრმავებს. ჩვენი ქმედებები ახალ განზომილებას იწევს. წმინდა თეოფანე დაყუდებული სწორედ ასეთ ცოცხალ და პირად დამოკიდებულებას ასწავლიდა ღვთისადმი ლოცვაში. ლოცვაში მთავარია წარვსგეთ ღვთის წინაშე გონებით გულში, კრძალულებითა და ერთგულებით. უნდა დადგე გონებითა და გულით ღვთის, ყველგან ყოფისა და ყოვლის ხილველის წინაშე და მოუხმო მას. ეს წარმოსახვა კი არ არის, არამედ ჭეშმარიტება. ანუ ჩვენ რაღაცას კი არ წარმოვისახავთ, არამედ უშუალო ურთიერთობაში შევდივართ ჭეშმარიტებასთან. წავდგეთ ცოცხალი ღმერთის არა იდეის წინაშე. აი რა ანიჭებს ჩვენს ყოველ არჩევანს უდიდეს შინაარს. ამდენად პიროვნული ღმერთის წმენა თეორია არ არის. ეს ის არის, რაც ჩვენს ცხოვრებას მონოლოგიდან დიალოგად აქცევს. ზნეობას წესების კრებულიდან სიყვარულის ურთიერთობად, ხოლო პასუხისგებლობას სასჯელის შიშისაგან იმის სურვილად გადააქცევს, რა არ ვაწყენინოთ მოყვარულ მამას. აუცილებელია ღმერთთან ვისაუბროთ არა როგორც შორეულ სამყაროსთან, არამედ როგორც მასთან, ვინც სწორედ ახლა აქ ჩვენთან არის, გვისმენს
და ჩვენგანაც პასუხსელის. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ცხოვრებაში არის ორი პიროვნების შეხვედრა და დიალოგის წარმოება, რაოდენ იზრდება ამ მოვლენის მნიშვნელობა, როდესაც ხდება ადამიანისა და ღმერთის ერთმანეთთან შეხვედრა და დაუსრულებელი სიხარულის მომნიჭებელი დიალოგის დაწყება.